გამარჯობა, მე გიორგი ვარ. თქვენ უყურებთ ორთაბრძოლის სადებიუტო ეპიზოდს. ბევრს ილია თოფურია უბრალოდ ძლიერი ფინიშერი გონია, თუმცა ფინიში არ არის ერთადერთი რამ, რაც მის ბრძოლებს ასეთ განსაკუთრებულსა და გამორჩეულ ხდის. ეს არის მისი მაღალი დონის კრივი. კრივი, რომელიც UFC-ში და ზოგადად მთელ MMA-ის სამყაროში ძალიან იშვიათია. როდესაც MMA-ში კრივზე ვსაუბრობთ, გვახსენდება ისეთი მებრძოლები, როგორიცაა მაქს ჰოლოვეი, კოდი გაბრანტი, პიოტრ იანი, დასტინ პორიე და სხვები, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყენებს კრივს ისე, როგორც ილია თოფურია. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა, არის თუ არა ილია თოფურია UFC-ში საუკეთესო მოქმედი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ილიას ნოკაუტების ხილვა არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე ამ ვიდეოში განვიხილავთ ილიას ტექნიკას. შევეცდებით გავაანალიზოთ მისი ბრძოლები და უპასუხოთ მთავარ კითხვას. არის თუ არა ილია UFC-ში საუკეთესო მოკრივე? ალბათ ყველას გვახსოვს ილიასა და ალექსანდრე ვოლკანოვსკის დაპირისპირება. ეს ის ბრძოლაა, რომელმაც ილიას ჩემპიონის გამარი მოუტანა. ვოლკი უგანიხევს, ერიდება ილიასთან გაცვლებში შესვლას, რა დროსაც ოქტაგონის კუთხეში აღმოჩნდება. ილია მას თიშობს. ეს შემთხვევითი საერთოდაც არაა. ეს ილიას გეგმის ნაწილია. ყველაფერი მოდის ოქტაგონის კონტროლით. ბრძოლის პირველივე ძამებიდან ილია იკავებს ოქტაგონის ცენტრს. ეს არ არის უბრალო პოზიცია. ეს არის კონტროლი ბრძოლაზე. როცა ცენტრში ხარ, შემწყვეტ ბრძოლის ტემპს. შემწყვეტ საწავა ბრძოლა. მოწინააღმდეგე იძულებულია რეაგირება მოახდინოს შენ ნაბიჯებზე. ილია არ დგამს ნაბიჯებს სწორ ხაზოვნად. ის დგამს ნაბიჯებს გვერდით. ჭრის ოქტაგონის კუთხეს და მოწინააღმდეგეს არ აძლევს სამოქმედო სივრცეს. ამასთანავე იგი ინარჩუნებს შეტევით პოზიციას. ოპონენტის პირისპირ დგას, რითაც კიდევ უფრო ავიწროვებს სივრცეს და მოწინააღმდეგეს ოქტაგონის კუთხეში აქცევს. დააკვირდით ამ მარტივ სქემას, რომელიც ილია თოფურიას დომინაციის საიდუმლოს ხსნის. ბევრი მებრძოლი უბრალოდ წინ მიიწევს, მაგრამ ილია ოქტაგონის კუთხეს ჭრის. ის იგავებს ცენტრს და მოწინააღმდეგეს აიძულებს იმოძრაოს მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელიც მისთვისაა ხელსაყრელი. ეს არის მატადორის მახე. ის არ აძლევს მეტოქეს სივრცეს მანევრირებისთვის და ნელ-ნელა მოწინააღმდეგეს კუთხეში აქცევს. როდესაც მოწინააღმდეგე გალიასთან აღმოჩნდება, მას აღარ აქვს გაქცევის საშუალება. სწორედ აქ იწყება თოფურიას ძლავრი, ზუსტი და დამანგრეველი კრივი. ილია არათუ ეძებს ნოკაუტს, არამედ გეომეტრიული სიზუსტით აშენებს მას. ოქტაგონის კონტროლისთვის უმნიშვნელოვანესია სწორად შერჩეული დისტანცია. მაღალი დონის კრივში დისტანცია ნიშნავს ინტელექტს. ილია თოფურიას შემთხვევაში დისტანცია არ არის უბრალო სივრცე. ეს არის კონტროლი. დრო და გადაწყვეტილება ერთდროულად. თუ დისტანცია სწორადაა შერჩეული, შეხედავ მეტოქის დარტყმას ადრე. შესაბამისად, გაქვს დრო რეაგირებისთვის. თუ არასწორია, ან ძალიან ახლოს ხარ და ვერ ასწრებ დაცვას, ან ძალიან შორს და ვერ იყენებ მომენტს საკუთარი შეტევისთვის. ილია თოფურიას დისტანციის აღქმა იწყება ჯებით. მისთვის ჯები არ არის უბრალო დარტყმა. ეს არის დისტანციის აღქმის საშუალება. ის ხშირად აგდებს ჯებს არასრული ძალით. ზოგჯერ ბოლომდე არც კი ამთავრებს მოძრაობას, მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, რომ მიიღოს ინფორმაცია, რამდენად ახლოსაა მეტოქე და როგორ რეაგირებს მისი დაცვა. თუ ჯები ხვდება, დისტანცია სწორია. თუ არ ხვდება, ერთი პატარა ნაბიჯით ასწორებს მანძილს. თუ მეტოქე რეაგირებს, ილია უკვე ხედავს გახსნას და იყენებს ამ პანჯარას საკუთარი შეტევისთვის. ჯებით ასევე ინარჩუნებს დისტანციას და არ აძლევს მეტოქეს თავისუფლად შემოსვლის საშუალებას. სხეულის როტაცია და გადახრები ილიას დაცვაში ერთ-ერთი კრიტიკული ელემენტია. თოფურია არ იყენებს დიდ თვალშისაცემ მოძრაობებს. ის ეკეთებს მინიმალურ გადახრებს და სწორედ ამით ინარჩუნებს იდეალურ დისტანციას. როცა დარტყმა მოდის, ის არ გარბის უკან. ის უბრალოდ ატრიალებს ტანს, გადააქვს თავი შეტევის ხაზიდან და იცილებს დარტყმას მილიმეტრებში. ეს ნიშნავს, რომ ის რჩება შეტევის დისტანციაში. არ კარგავს ბალანსს და უკვე მზად არის პასუხისთვის. სხეულის როტაცია ასევე აძლევს მას საშუალებას, რომ ერთ მოძრაობაში გააერთიანოს დაცვა და შეტევა. გადახრები კი არ ღვევს მეტოქის თაიმინგს. როდესაც დარტყმა მიზანს ვერ პოულობს, მეტოქე კარგავს რიტმს და პოზიციას და სწორედ ამ მომენტში ილია იღებს უპირატესობას.
ეს არ არის უბრალოდ დაცვა, ეს არის დისტანციის შენარჩუნება, კონტროლი და კონტრშეტევის მომზადება ერთდროულად და ამიტომ მისი მცირე მოძრაობები რეალურად აკეთებს ყველაზე დიდ საქმეს. სწორედ ესაა ის, რაც მას განასხვავებს სხვა სტრაიკერებისგან. ტაიმინგი ილიას უდიდესი იარაღია. თოფურია არ ურტყამს უბრალოდ სწრაფად, ის ურტყამს სწორ მომენტში. როცა მეტოქე იწყებს მოძრაობას, ილია უკვე იქ არის. ისე ჩანს თითქოს გაუსტრო რეაგირებისთვის, მაგრამ რეალურად უკვე გვიანია. ეს ნიშნავს, რომ მისი დარტყმები მოდის მაშინ, როცა დაცვა ყველაზე სუსტია და სწორედ ამიტომ ჩანს ყველაფერი ასე მარტივად. სინამდვილეში ეს არის იდეალურად შერჩეული დრო. როცა მეტოქე იწყებს მოძრაობას, ილია უკვე რეაგირებს. როცა ჩანს სივრცე, ის შედის დისტანციაში და როცა დარტყმა მოდის, დაცვა უკვე დაგვიანებულია. მისი ტაიმინგი ნიშნავს, რომ ის ხედავს არა იმას, რა ხდება, არამედ იმას, თუ რა უნდა მოხდეს. ის არ ურტყამს არა მხოლოდ სწრაფად, არამედ ურტყამს სწორ დროს. და სწორედ ამიტომ მისი დარტყმები ჩანს ასე მარტივად. აქ ჩანს ერთი ძალიან მაღალი დონის დეტალი ილია თოფურიასგან. ის იყენებს წინახელს არა მხოლოდ ჯებისთვის, არამედ მეტოქის ხელის კონტროლისთვის. ნახეთ როგორ ეხება და იჭერს მოწინააღმდეგის წინახელს. ეს ერთი წამით ბლოკავს მოწინააღმდეგის შეტევას, ართმევს რიტმს და სწორედ ამ მომენტში, როცა მეტოქე ვერ ასწრებს რეაგირებას, მოდის ძალიან ძლიერი კონტრიერიში. ეს არის ძალიან ჭკვიანური ტექნიკა. ჯერ აკონტროლებს ხელს და შემდეგ ურტყამს იქ, სადაც მოწინააღმდეგის დაცვა უკვე დასუსტებულია. კიდევ ერთი მიზეზი, რადგან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ილია UFC-ში საუკეთესო მოკრივეა, არის მისი კლასიკური კრივის სტილი. ხედავთ, რომ ილია იყენებს ფილიშალს, რაც კრივის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და რთული დაცვითი სტილია, რომელიც განსაკუთრებულ რეფლექსებს, დისტანციის შეგრძნებასა და სხეულის სწორ ბალანსს მოითხოვს. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ხელების არასტანდარტული პოზიციაა. წინა ხელი დაშვებულია დაბლა და ფარავს მუცლისა და ნეკნების არეს. უკანა ხელი მაღლაა აწეული, ფარავს ნიკავს და მარჯვენა მხარეს. ასევე მზადაა ჯების მოსაგერიებლად. ხრით დაცვა ეს არის ამ სტილის სავიზიტო ბარათი. მოწინააღმდეგის მარჯვენა პირდაპირი დარტყმისას თქვენ აკეთებთ სხეულის როტაციას. დარტყმას მხარზე იღებთ და ენერგიას ინერციით უკანვე აბრუნებთ ძლიერი კონტრდარტყმისთვის. გარდა ამისა, ილიას დაცვაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მისი თავის მოძრაობა. ილიას დაცვა არ არის სტატიკური. ის მუდმივ მოძრაობაშია. თოფურია იყენებს თავის მოძრაობასა და სართულებზე ჩასვლას ისე, რომ არათუ უბრალოდ ბლოკავს დარტყმას, არამედ იცილებს შეტევის ხაზიდან. მისი მოძრაობები მცირეა, მაგრამ ზუსტი. ის არ აკეთებს ზედმეტ მოძრაობებს. უბრალოდ ოდნავ წევს თავს გვერდით, ან ჩადის ქვემოთ. ეს ნიშნავს, რომ დარტყმა გადის მილიმეტრებში. ქვემოთ ჩასვლა ანუ ყვინთვა განსაკუთრებით ეფექტურია ახლო დისტანციაში. როცა დარტყმა თავზე მოდის, ილია ჩადის ქვემოთ, გადის დარტყმის ქვეშ და მაშინვე ამოდის კონტრშეტევისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ დროს არ კარგავს ბალანსს. თავი, ტანი და ფეხები ერთ ხაზში მუშაობს. დაცვა და შეტევა ერთ მოძრაობად იქცევა. ამ ტიპის მოძრაობა არღვევს მეტოქის ტაიმინგს. როცა დარტყმა მიზანს ვერ პოულობს, რეაქცია ნელდება, ჩნდება სივრცე. და სწორედ ამ სივრცეში მუშაობს ილია. ეს არ არის უბრალოდ თავის მოძრაობა. ეს არის დისტანციის კონტროლი, ტაიმინგის დარღვევა და კონტრშეტევის მომზადება ერთდროულად. რატომ აქვს ილია თოფურიას დარტყმას ასეთი მომაკვდინებელი ძალა? პასუხია წონის სწორი გადანაწილება და სხეულის როტაცია. მატადორის დარტყმის ძალა იწყება სწორი წონის გადანაწილებიდან. როცა იწყებს მოძრაობას, წონა გადადის უკანა ფეხიდან წინა ფეხზე და სწორედ ამ გადატანაში იბადება ძალა. შემდეგ ერთვება თეძოების როტაცია. ტანი იწყებს ბრუნვას და ენერგია ქვემოდან ზემოთ გადადის. ფეხები, თეძოები, ტორსი, მხრები და ხელი. ეს არის კინეტიკური ჯაჭვი, სადაც თითოეული ნაწილი აძლიერებს შემდეგს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ხდება ერთიან მოძრაობაში. არ არის გაყოფილი, არ არის დაგვიანებული. რაც უფრო სინქრონულია ეს ჯაჭვი, მით უფრო მძიმე ხდება დარტყმა. ილიას შემთხვევაში როტაცია მოდის ზუსტად იმ მომენტში, როცა წონა უკვე არის წინ გადატანილი. ეს ნიშნავს, რომ დარტყმა მოდის სრული სხეულის მასით და სწორედ ამიტომ მისი დარტყმები არა მხოლოდ სწრაფია, არამედ დამანგრეველი. ილიას კომბინაციები მუშაობს ერთ მთავარ პრინციპზე. ეს არის დონის ცვლილება. ილია არ ურტყამს მხოლოდ თავში ან ტანში. ის აერთიანებს ორივეს და ერთ უწყვეტ სერიად აქცევს. კომბინაცია ხშირად იწყება თავზე ჯებით, რაც აიძულებს მეტოქეს აწილოს დაცვა. მეტოქე ვერ ასწრებს ერთდროულად ორივე დონეზე რეაგირებას. როცა იცავს თავს, ტანია ღია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომბინაციები არ არის შემთხვევითი. პირველი ქმნის რეაქციას, მეორე ხსნის სივრცეს, ხოლო მესამე ამთავრებს შეტევას. დავბრუნდეთ თავარ შეკითხვას. არის თუ არა ილია თოფურია UFC-ში საუკეთესო მოკრევი? შეიძლება ეს დებატებია, შეიძლება სხვა სახელებიც არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით ილია თოფურია UFC-ში ელიტარული მოკრევია. რადგან არც ერთ სხვა სტრაიკერს არ გააჩნია ისეთი სტილი და არ იმეორებს ისე კლასიკურ კრივს, როგორც ილია თოფურია. თუ მოგეწონათ მსგავსი ტაქტიკური ანალიზი, გიყვართ კრივი და MMA. ამოიწერეთ არხი და ლაიქეთ. მე გეუბნები რომ უფრო საინტერესო განხილვები შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა.